მშვიდობისათვის ვიღაც მსვენელებო და მეგობრებო, მე ხლა თქვენ მინდა შემოგთავაზოთ დიდი ხნის წინ დაკონსპექტებული ვიდეო ისმაელი პერეზისა, რომელიც სტუმრობს ემილიო ორტის და ეს ვიდეო იყო ატვირთული, ეს რუსულენოვანი ვიდეო 3 მარტს, 26 წლის 3 მარტს. და ეს თემა არანაკლები საინტერესო, ვიდრე ის ვიდეოები, რომელიც მე ავტვირთე. მაშ დავიწყოთ. ამ ვიდეოს თემა სამი მომავალი დროის ხაზი და პოზიტიური ხაზის გამარჯვება ახმავლობის და ახმავლობის სამი ხაზი. ატლასი, სამი ატლასი არის ხომალდი, რომელიც მოვიდა დედამიწაზე მომავლის რეალობიდან. ჩვენ განვიცდით galaktikურ ცივილიზაციის ევოლუციას მესამე ტიპისა, რომელიც ჩამოედინება 200,000 წლით, ათვლით იმ წერტილიდან. ანუ 200,000 წელი ათვლის წერტილიდან. ჩვენი ექსპერიმენტები ამ ენერგიასთან, მასეთი როგორიც ანტიგრავიტაციული აპარატის შექმნა და მაგდაგვარი ნივთების შექმნა ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. წამყვანი უსვამს კითხვას ისმაელ პერეზს და შეგახსენებთ, რომ წამყვანს ქვია ემილიო ორტისი და ემილიო უსვამს კითხვას ისმაელ პერეზს, შენ ახლა რა გახარებს უფრო სამყაროში და საერთოდ? ეკითხება. პერეზი პასუხობს, საწყისისთვის ეს კარგი საკითხია, კარგი შეკითხვა. რაც ეხება სამყაროს მთლიანობაში, მე მახარებს ის დრო, როდესაც უფრო სწორედ, რომელშიც მე ვცხოვრობ პლანეტაზე. ჩვენ ცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ის რაც ხდება ჩვენ პლანეტაზე, შეიძლება იქონიოს გავლენა მთელ კოსმოსზე. მოგვიანებით მე მოგიყვებით, დედამიწა რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა. მულტისამყაროში არსებობენ ბევრი სამყაროებები და მთავრდება მრავალი ციკლი, სრულდება მრავალი ციკლი. ყველა კარგ ადამიანს დედამიწაზე ელოდება მშვენიერი გადასვლა, რომელიც გახდება საშუალო ოქროს საუკუნედ განათლების გაგებაში. ამიტომ მე მოხარული ვარ, მე მოუთმენლად ველოდები ამას. რაც ეხება ჩემ ცხოვრებას, მე ვფლობდი, რაც ეხება ჩემ ცხოვრებასო, მე ველოდი მოუთმენლად წიგნის კოსმოსური ბედის გამოსვლას, რომელზეც მე მუშაობ დიდი ხანია. ის გახდება ჩემი სამუშაო კულმინაცია, რომელშიც მე საუბრობ კოსმოსური ისტორიის მრავალ წლებზე, იმაზე თუ რა მოხდება მილიონი წლების განმავლობაში საწყის დედამიწასთან დაბრუნებისას.
მეც მიხარია რომ ცხოვრობ ამ მომენტით დღეს და აქ. მე მუშაობ მეორე წიგნზე სახელწოდებით კოსმოსი. წარმოშობა ისმაელ პერეზის, სადაც წერია იმის შესახებ, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, როდესაც მე ვცდილობდი ჩავტეულიყავი ვარსკვლავური თესლის როლში. მე ვთვლი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ვიბრაციებზე. იცი, ახლა მე ამ მომენტში, როდესაც საუბრობ, არსებობს მრავალი სამყაროები, რომლებიც არსებობენ ერთდროულად, პარალელურად ერთმანეთისა. შენ ალბათ გაგიგონია მრავალი თეორია დედამიწაზე. ან დედამიწებზე, რამდენიმე დედამიწაზე. ესე იგი, დედამიწა არ არის ერთადერთი, არის რამდენიმე დედამიწაო. კვანტურ ფიზიკის თანახმად არსებობს ბევრი კვანტური ხაზები, ისინი ყველა თან არსებობენ ახლა და მალე მოხდება ის, რასაც უწოდებენ და რასაც მე ვუწოდებ დროის ხაზების ტრიფუკაციას. ხო, ახლა ამას აგიხსნით მე. არის ტერმინი ბიფურკაცია. ბიფურკაცია ნიშნავს რაღაცის გაყოფა ან განშტოება და ტრიფუკაცია ნიშნავს გასამაგება. ორად კი არ იყოფა ამ დროს, სამად ან იყოფა, ან სამი განშტოება ჩდება. როდესაც დადებითი და უარყოფითი სპექტრების გამომდინარეობიდან საბოლოოდ დარჩება სამი ხაზი, ზოგი ამბობდა, რომ გახდება გაყოფა ან გაორმაგება, რადგან იქნება გარდამავალი დროის ხაზი, რომელსაც რუსულად უწოდებენ სკალა, პლანეტაზე და ყველასული არ იქნება მზად აღმავლობისთვის, მაგრამ ისინი, ვინც არა ამზად, მიიღებენ მასეთ შანსს მაინც. მათ ექნებათ შანსი გადავიდნენ საშუალო დროის ხაზზე და მე აღტაცებული ვარ მასეთი ტრიფუკაციისთვის. შეკითხვა. წამყვანი სვამს შეკითხვას. შენ ახსენე საწყისი მიწა და მრავლობითი მიწები. შენ ამბობდი თუ ჩვენ როგორ აღვიქვამთ 3D-ს, სიმჭიდროვეს. და ისიც გაქვს ნაამბობი, როგორ არის ეს დაკავშირებული აღმავლობის სამ ტალღასთან, საიდან გინდა დავიწყოთ დისკუსია. ეკითხება წამყვანი. პერეზი, საწყისი მიწა, რომელიც დაიპყრეს ანუნაკებმა, რომლებიც იყვნენ არქონტების გავლენის ქვეშ, ატლანტიდის დროს ჯერ კიდევ არსებობენ, ის ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ცრუ ფენის ქვეშ. ეს 3D რეალობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მატრიცას, სინამდვილეში წარმოადგენს პროგრამას ფენაში, რომელმაც შექმნა ფარდა მიწას და მიწებს შორის, ჩვენი მიწის და სხვა მიწებს შორის, რომლებიც არსებობენ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე განზომილებებში. როგორც მე მესმის, ამ ფარდას ჰქონდა თავისი ვადა. სავარაუდოდ, ანუნაკები, ენკი, რომლებაც შექმნეს ეს ცრუ მატრიცა, თვლიდნენ, რომ მიწის დაპყრობის შემდეგ არიან საწყის მიწიდან და ახლა ის არის სადღაც შუა ადგილას, რისი დაპყრობა უნდოდათ მათ. სინათლის
ვაპატიეთ სინათლის ძალების და ალიანსის დამსახურებით პოზიტიური უცხოპლანეტელებმა წააგეს და მათ ეს დააყენეს ტაიმერის მაგივრად. მას სჯეროდა, რომ ამას დასჭირდებოდა 10,000 წელი, რომ დაეპყროთ მიწა და ეს ტაიმერი საცა ამუშავდებოდა. და ეს იმას ნიშნავს, როდესაც ეს ტაიმერი დასრულდება, ეს რეალობა გაქრება. ანუ, როდესაც დაიპყრესო ანუნაკებმა მიწა, მაგათმა დააყენესო ტაიმერი დროით 10,000 წელი და როდესაც ეს ვადა ამოიტურება, უნდა ამოიტუროს და ეს რეალობა გაქრებაო. ადამიანებს აქვთ არჩევანი. ან გადავიდნენ, ან დაუბრუნდნენ საწყის ტერა მიწას, ხო მიწას ადრე ერქვა ტერა და ადამიანებს აქვთ არჩევანი, ან გადავიდნენ მომავალ ახალ მიწაზე, ან დაუბრუნდნენ საწყის ტერა მიწას, რომლებიც არსებობენ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე განზომილებებში, ან დარჩნენ გადამუშავებულები. ასეთი ხალხი მოხდება ტექნოგენურ ანტიუტოპიაში, რომლის შესაქმნელად ნეგატიური არსებები მუშაობენ კარგად. ჩვენ გვაქვს პოზიტიური და ნეგატიური დროის ხაზები, მაგრამ არის რა კონვერგენცია და ეს კონვერგენცია ხდება ყოველ 25,000 წელიწადში ერთხელ, რაც წარმოადგენს უდიდეს ციკლს, რომელიც მთავრდება 5 სამყაროს ეპოქებით. და მე ვიცი, რომ თქვენ იღებთ ინტერვიუს იმ ხალხისაგან, რომლებიც საუბრობენ სამყაროების ასაკზე. 2160 ეპოქა თევზებიდან მერწყულამდე, მერწყულამდე 2160 ეპოქა თევზების ეპოქიდან მერწყულის ეპოქამდე და აგრეთვე ვამთავრებთ 5 წლიან სამყაროს ეპოქას, რომელიც დაიწყო 3114 წელს ჩვენ ერამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვამთავრებთ 2160 წლიან ეპოქას თევზების ეპოქიდან დაწყებული მერწყულის ეპოქამდე დამთავრებული. ეს კალი-იუგა არის, როგორც ახსნენ აღმოსავლეთმა ოსტატებმა, ჩვენ ვამთავრებთ 5 მათგანს 25 წლიანი პერიოდი ყოველი 500-1000 სამყაროს საერთო ეპოქაში. ეს ხდებოდა წინა ციკლშიც. ახდება დაახლოება ამ სამი დროის ხაზებისა, რომლებიც ახანდელ დროს იმყოფებიან ერთ დონეზე. თანაარსებობა მიდის იმისკენ, რასაც ისინი უწოდებენ პოზიტიურ დროის ხაზად. ჩვენ გვაქვს ნეგატიური და პოზიტიური დროის ხაზები და ნეგატიური ხაზი არსებობს პოზიტიური ხაზთან პარალელურად. ხანდახან ისინი კვეთენ ერთმანეთს, ეს იმასია დამოკიდებული თუ ვინ რომელ ხაზზე ფიქრობს, მაგრამ რადგან ზოგი ახალგაზრდა სულები არ არიან მზად ევოლუციონერებისთვის 5 ან 6
განსომილებიანი მიწისთვის მათ ექნებათ საშუალება მოხვდნენ იქ, რასაც მე ვუწოდებ საშუალო განზომილებას, ანუ შკალას. და საშუალო ხაზზე იქნებიან გადასული ხალხი სუპერ უნარებითაც. სუპერ უნარებით ქონი ადამიანები, რომლებიც ამაღლდებიან ხუთ განსომილებიანი მიწის რეალობაში, ან მერვე განსომილებიან მიწის რეალობაში და იქ კიდევ იქნება ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იქ დახვდება, არის წარმოდგენილი ამ ხელოვნური ინტელექტის სპექტრი დანიშნულებისთვის. იქ აგრეთვე იქნებიან კიბორგები ამ საშუალო განზომილებაში. აქ იგულისხმება საშუალო განზომილება, რომელშიც მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მზად გამოღვიძებისთვის, ვერ გამოიღვიძეს დროზე, ან არ არიან მზად რაღაც მაჩვენებლებით, რომ გადავიდნენ უფრო მაღალ განზომილებებში და ამათვის შეიქმნება საშუალო განზომილება, სადაც ადამიანების გარდა იქნებიან სუპერუნარით ყოფი ადამიანებიც, იქნებიან კიბორგებიც, რობოტების შენარევი რა, შერეული იქნება ყველა. კიდევ ვიმეორებ საშუალო განზომილება. ხო, კიბორგებიც იარსებებენ ხალხთან ერთად. აი ამას ვუწოდებ მე ახალგაზრდა სულებს. მათ არ ექნებათ უნარ-ჩვევები ამ ახალგაზრდა სულებს, რომლებიც გადავლიანო ამ საშუალო განზომილებაში, რადგან არ არიანო მომზადებულები, მათ არ ექნებათო უნარ-ჩვევები. ანუ იქნებიან როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. მათ დაიწყენ თავისი ევოლუცია დაბლოკიდან. მაგათმა განვითარება დაიწყეს პირველი განზომილებაში, სადაც იყვნენ ცხოველები. მე ვგულისხმობ მაპატიეთ ბოდიში იხტის პერესი, მაპატიეთო მინერალურ სამეფოს ჯერო, შემდეგ ცხოველების სამეფოს, ხო? მე ამის შესახებ, ამ ცხოველების და მცენარეულობის სამეფოს შესახებ, ამ რგოლებზე ვთლად მაქვს მოყვანილი ბლავატსკაიას ნაშრომის თარგმნისას საიდუმლო დოქტრინა. მე ტაბულებიც მაქვს გადმოხატული, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ევოლუცია მინერალებიდან, ქვებიდან, მცენარეებიდან და თანდათანობით გადადის ცხოველურ სამყაროში, ანუ ევოლუციის გზაზე ისინი იძენენ ახალ მდგომარეობას და შემდეგ ცხოველების სულები გადადიან ადამიანურ წრეზე, რომ მოამისრო და კიდევ ერთი ფენა მათი სულიერი სხეულისა ემატება, უკვე ადამიანური სული შედის ადამიანის ფიზიკურ ავატარში, მაგრამ ხოლმე, როდესაც ქალბატონებს ემართებათ ბუნებრივი აბორტი, ბევრ შემთხვევაში ეს ხდება იმიტომ, რომ შემთხვევით ამ ქალების ნაყოფის სხეულში ხდებიან ცხოველური სულები. თუ იქ არ მოხდა ადამიანური სული, ნაყოფი არ ვითარდება და რაღაც პერიოდს რომ მიაღწევს, ნაყოფი კვდება. ხო, ამიტომა კარგი ბლავატსკაიასაც მოусმინოთ. მე თქვენ გეთახმებით იმაში, რომ ძალიან რთული წასაკითხია, მით უმეტეს მოსასმენად. მე ამიტომ კონსპექტებს წერ და ისევ ტვირთავ დაწერილ ფორმაში,
მაგრამ რადგან ჩამოვაგდეს საიდუმლო დოქტრინაზე საუბარი, მე მინდოდა იქ დავაფიქსირე ერთ-ერთი თავი, განაყოფი მეშვიდე, ხო, და მინდოდა ამ თავის ბრამის 3 დღე და 3 ღამის ატვირთვა, რადგან იქ ბლავატსკაია ყვება წერს თუ როგორ ქრება სამყაროები. მე მაქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ვალერია კოლცოვასი ყვება, რომ სამყარო იკეცება, როდესაც ბრამა იღვიდებსო, მაგრამ აკეცვა ხდებაო ფიზიკური, მატერიალური დონიდან და თუ რა ხდება ამ მატერიალურ დონეზე სინამდვილეში, ასე ვცლად არავის მოუყოლია და ბლავატსკაია ყვება ამის შესახებ. იცით რა, მე გამახსენდა უცებ ალიონა ბერეჯინია. ალიონამაც თქვა, რომ კოსმოსში არის წყალი, კოსმოსში შედგება წყლიდან. და მე მინდოდა ამის ატვირთვა, მაგრამ შემთხვევით სხვა თავის ატვირთვა დავიწყე და შემდეგ შემეშალა. უпроსტად ძველი ვიდეო არ იყო წაშლილი და გამეთიშა. კიდევ კარგი. მე წავშალე ორივე ძველი და ეს ვიდეო და შემდეგ მოვიძიე და თურმე ის თავი არ ყოფილა. კიდევ კარგი, რომ არა კიმიკურ და როთარნიდი არცაწყალზე არა ნახსენები. ხო, და თუ თქვენ ვერ გითხულობთ იმ ვიდეოზე ატვირთულ თავებს, ხო, პრინციპში ძალიან რთულია. ძალიან რთულია მისი ნაწარმოები, მაგრამ ისმაილ პერესმაც ახსენა ეს გზა ევოლუციისა ახალგაზრდა სულებისთვის, მიწიერი სულებისთვის. თუ როგორ ახდენს მიწიერი სული თავის ევოლუციას და როგორ აღწევს ადამიანურ სულამდე. ესენი არ არიან ვარსკვლავური სულები, რომ დაიძინონ იქ თავიანთ მაღალ განზომილებაში და თავისი ცნობიერებით აღმოჩნდნენ აქ. ხო, და მე მინდა თქვენ ცალკე უკვე ხმოვანი ვიდეო წარმოგიდგინოთ ბრამის 3 დღე და 3 ღამე. ძალიან საინტერესო თავია. შემდეგ უკვე, როდესაც მე ბლავატსკაიას ავტვირთავ ამ გადათარგმნილ თავებს, მე იმ თავს მაგივრად არ ავტვირთავ. მივუნიშნებ იქ თუ რომ ვიდეო არის ატვირთული. ხო, ჯერ არა ატვირთული. შევეცდები ავტვირთო. სანამ ინტერნეტი გამეთიშება. და ახლა ისინი გადასული არიან ადამიანის სფეროში. ეს ცხოველური სულები. რატომა ახლა რომ გვეუბნებიან ბევრი კონტაქტორი ამბობს, რომ ცხოველებს ხელი შეუწყეთ, აჭამეთ, წყალი დაალევინეთ, მით უმეტეს ფრინველებს. წყვილად არ ამბობენ მასზე. ისინი, ეს ცხოველები არიან მომავალი ადამიანის სულები. მათი შემდეგ ევოლუციური გზა ნაბიჯი იქნება გაადამიანირება, გახდნენ ადამიანებად. ამდაგვარად ეს ახალგაზრდა სულები აიწევენ ზევით. იმ საერთო დროის ხაზში, სადაც მოხდებიან ახალგაზრდა სულები, რომელსაც ბევრი უწოდებს მეოთხე განზომილების მიწას, იარსებებენ ყველაფერი და ყველა, შენ გექნება ყველაფერი იქ და აქ ამ ხაზზე ხშირად გამოჩნდებიან უნარებიანი ხალხი. ამ მესამე, ამ საშუალო განზომილებაში. ხშირად გამოჩნდებიან უნარებიანი ხალხი და იმოქმედებენ როგორც სუპერგმირები. მე მგონია, ამ ეპოქის
მე მგონიაო ამ ეპოქას დაარქმევენო სუპერ გმირების ეპოქას. იქ იქნებიან კიბორგებიც, როგორც თქვა პერეზმა. ნეიტრალურ დროის ხაზზე იარსებებს ყველაფერი. ხო, ეს საშუალო ხაზი, საშუალო განზომილება, ანუ ნეიტრალური დროის ხაზი. ესე იგი, იარსებებს სამი ხაზი. პირველი ხაზი იქნება პოზიტიური, მეორე ხაზი იქნება ნეიტრალური და მესამე ხაზი იქნება ტექნოგენური. და როდესაც მოხდება ეს მოვლენა, რომელსაც მე ვუწოდებ ტრიფუკაციას, ანუ სამად გაშვებას ან სამად გაყოფას, რომელიც დამოკიდებულია ადამიანის ვიბრაციისაგან, დამოკიდებულია ადამიანის ვიბრაციებზე, საბოლოოდ ეს განსაზღვრავს, რომელი დროის ხაზზე აღმოჩნდებიან ისინი. პირდაპირ ახლა მოცემულ მომენტში ისინი ყველა თანა არსებობენ ერთ იგივე დროს. წამყვანი სვამს კითხვას. შენ ბევრს საუბრობ აღმავლობაზე და შესაძლებელი სულის ღელვარებაზე. შენ როგორ განსაზღვრავ, არის თუ არა მზად ყოფნაში აღმავლობისაკენ ამ დროის ხაზზე, პოზიტიური დროის ხაზზე ხალხი. შენ როგორ განსაზღვრავ, ვართ თუ არა ჩვენ მზად გადასასვლელად ყოველი ციკლის ბოლოს თესლები მოგზაურობენ უკან დროში. იმისთვის რომ შევძლოთ, ამას ამბობს უკვე პერეზი, იმისთვის რომ შევძლოთ გაგება მივახციეთ ჩვენ ენერგეტიკულ ზღუდს, იმისთვის რომ ისევ გახდეთ ოქროს ხანის ნაწილი, ისევ და ზუსტად აქ ვარაუდობ მე შედის თამაში 3i ატლასი. 3i ატლასის სინამდვილეში ვარ ჩვენ მოსულები მომავლიდან, როდესაც ჩვენ ევოლუციონირებას დავიწყებთ galaktikuri ცივილიზაციაში მესამე ტიპისა 200,000 წლის ათვლის წერტილიდან მათ შეფასებიდან გამომდინარე და ისინი მოდიან ისევ და არა ერთხელ, როდესაც თქვენ 3i ატლასი თქვენ წინაშე გამოჩნდება ხოლმე მზის სისტემაში, მანამდე ისე აქ არიან ნამყოფი 6-ჯერ. ესე იგი, სანამ ადამიანი გაჩნდებოდაო დედამიწაზე, მაგ დროს იყო 3i ატლასი ნამყოფი. ცოტა მე გაუგებრად წაგიკითხეთ ეს, ამიტომ გავიმეორე უკვე ჩემი უბრალო სიტყვებით. ისინი დაბრუნდებიან აქ ბოლო ნახევარ წელიწადში, რომ შეფასება უბრალოდ ისინი დაბრუნდნენ იმისთვის, რომ შეფასება გაეკეთებინათ და ისინი მოვიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ როგორც კოლექტივი მივახციეთ განსაკუთრებულ ზღუდს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორიცაა ადამიანები, ბევრი უმრავლესობა გამოვიდა პროგრამიდან, მაგათმა გამოიძახეს მატრიცისაგან და აქედან გამომდინარე მზად არიან აღმავლობისთვის და ისევ ეს არის ჩვენი მომავალი ვერსია, რომელშიც ბრუნდებიან, ეს არის ჩვენი მომავალი ვერსია, რომლებიც ბრუნდებიან წარსულში იმისთვის, რომ გაიგონ მზად ვართ თუ არა ჩვენ გადაცვლისთვის და ჩვენ
გავიარეთ ეს შემოწმება და მისი ის განისაზღვრება ყველაფრით და აქ თამაში შედიან 3 დროის ხაზები. ყველასთვის იარსებებს თავის რეალური ხაზი, ბოროტი ხალხი გაიცრცებიან პოზიტიური რა რო დავწერე. ბოროტი ხალხი გაქრებიან, რა რო დავწერე. პოზიტიური დროის ხაზებიდან და ისინი მოხდებიან ისინი მოხდებიან ნეგატიურ ხაზში. 5 არა, ნეგატიურ ხაზში. ადამიანს ადამიანის ვიბრაციები იზრდება და იზრდება. შუმანის რეზონანსიც იზრდება. დედამიწის შუმანის რეზონანსის აწევის შედეგად ადამიანის ვიბრაციებიც ისევ იწევა მაღლა. ანუ თუ იწევა დედამიწის შუმანის რეზონანსი, ადამიანის ვიბრაციებიც იწევა. აქ მხოლოდ ძველი სულები არ იგულისხმება. აქ საუბარია ახალგაზრდა სულებზეც. წამყვანი ეკითხება, მე მესმისო, სულ ცივილიზაციები პირველი და მეორე ტიპისა. ხომ ვერ გააკეთებდით განმარტებას ამ ტერმინებისა. შენ ახსენიო მეოთხე ტიპიც. ისმაელ პერესი პასუხობს. არსებობს მიახლოებითო 5 კატეგორია განვითარებული ცივილიზაციისაო კოსმოსში. და ყოველი მათგანი შეფერება იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალობის დონებს, მაღალი განზომილებებისა. ამდაგვარად სამ განზომილებიან სივრცეში ჩვენ ვიმყოფებით ქვედა ნაწილში, სიხშირეების ვიბრაციის სპექტრში. ანუ ქვედა ნაწილის ვიბრაციის სპექტრში, ქვედა ნაწილის ვიბრაციის სპექტრის ქვედა ნაწილში. პირველი ტიპი, ცივილიზაციის პირველი ტიპი ეს არის, როდესაც პრიმიტიული საწყისიდან გადადიან კოსმოსური მოგზაურობების საწყის სტადიამდე. და ეს ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ ნულოვან წერტილის ენერგიას, რომელიც არის პლანეტარული ენერგია. აღმოჩნდა, რომ მულტისამყაროში ყოველი სფერო წარმოდგენილია ტრიიდალური ველით. ჩვენ თვითონ ვართ ტრიიდალური ველები. არ შეგერიოთ სიტყვაში ველით, ველოდები, არა. აქ საუბარია მაპატიეთ ტრიიდალურ ველებზე. ხო, ჩვენ ყოფილვართ ტრიიდალური ველები. ჩვენი პლანეტა წარმოადგენს ტრიიდალურ ველს. ხომ არის მერკაბა? ის მერკაბა ტრიალებს ჩაკრების მეშვეობით მთელი galaktikები წარმოადგენენ ტრიიდალურ ველებს. მთელი galaktikები ყველაფერი სამყაროში წარმოადგენს ცოცხალ სფეროს, ამდაგვარად შეუძლიათ ნულოვანი ენერგიის მიღება. ესე იგი, პირველი ტიპის ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელიც იყენებს პლანეტარულ ენერგიას, რომელსაც აწარმოებს პლანეტა, რაც აძლევს საშუალებას მათ გაემგზავრონ კოსმოსში და დაიწყონ კოლონიზაციის პროცესი.
მეზობელი ვარსკვლავური სისტემებში. მეორე ტიპის ცივილიზაცია რა არის? მეორე ტიპის ცივილიზაცია გადის პლანეტარული სიძლიერის ძალის მიღმა და ითვისებს ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავურ ენერგიას. ისინი იწყებენ ვარსკვლავური ენერგიების გამოყენებას, ანუ მზის ენერგიის გამოყენებას. და ვარსკვლავებში იგულისხმება ზედა პლანეტებში, პლანეტებს უწოდებენ, პლანეტას მოიხსენიებენ. ზოგი მათგანი იყენებს რამდენიმე მზის ენერგიის ზოგი მათგანი იყენებს რამდენიმე მზის ენერგიებს. შეიძლება 2 მზის, შეიძლება 3 მზის. ეს იქიდან გამომდინარეობს თუ როგორ არის ეს ცივილიზაციები განვითარებულები და როგორ განირჩევიან იმით, რომ მაგალითად როგორ ითვისებენ სივრცეთა შორისო ფიზიკას. ესე იგი ჩვენ შეგვიძლიათ გადაადგილება galaktikis ერთი წერტილიდან galaktikis მეორე წერტილში რაღაც წამებში. ჩვენ მეტი არ გვჭირდება. ჰიპერსივრცის გადალახვა ამის გარდა ამ დონის ცივილიზაციები ქმნიან კავშირებს. ისეც, რომელიც არის galaktikuri ფედერაციები, სამყაროების ფედერაცია, სამყაროების ფედერაცია წარმოადგენს რამდენიმე ცივილიზაციას, რომლებაც მიაღწიეს მეორე ტიპის დონეს და არის კიდევ მესამე ტიპის ცივილიზაციები და რას წარმოადგენენ ისინი, რას ნიშნავს იყო მესამე ტიპის ცივილიზაცია. მაღალ განვითარებული ცივილიზაციები არიან ისინი, რომლებიც ეკუთვნიან მესამე ტიპს. ზუსტად ამ ტიპს ეკუთვნიან 3i ატლასის წარმომადგენლები. ეს 3i ატლასი არის პროდუქტი ამ მესამე ტიპი ცივილიზაციისა, რომლებიც იყენებენ ეგრეთ წოდებულ galaktikურ ენერგიას, რომელიც ეკვივალენტურია მილიონი galaktikების ვარსკვლავების ენერგიას, ანუ მზეების. ეს ხსნის იმას, თუ მესამე ტიპის ცივილიზაციის წარმომადგენლები რატომ იმყოფებიან galaktikis ცენტრში. თუ შეხედავთ galaktikis გამოსახულებას, ყოველი მანქანაში, ყოველი მათგანი ყოველ მათგანში შეამჩნევთ ამობურცულობას ცენტრში. აი იქ იმყოფება მესამე ტიპის ცივილიზაცია, რადგან ისინი იყენებენ მთელი galaktikis ენერგიას. ამავე დროს მათ შეუძლიათ მართონ მთელი ცივილიზაციის ბედით, რადგან როგორც აღმოჩნდა, სამყაროს ენერგია საცვითოცხლო ძალაა, რომელიც მრავალი ვარსკვლავებით და რომელიც მრავალ ვარსკვლავებს და პლანეტებს ეხმარება საცვითოცხლო პირობების მომზადებაში. გამოდის galaktikis ბირთვიდან მასზე არიან დაკავშირებული ენერგიებთან. მეოთხე ტიპის ცივილიზაცია ეს არის სამეფო შექმნელების ღმერთების ცივილიზაცია. ეს არის რეალობის დონე, რომელიც თითქმის შეესაბამება სამებოს არსებულ ორი მარადისობების შორის. არის მარადისობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ საბასო. არის ბოლო სისტემები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ
ექსპერიმენტებს დროის სივრცის კონტინუუმში. ყველაფერი, რაც განლაგებულია საწესხი რეალობების მიღმა, ითვლება სიმულაციად. ჩვენი სამი განზომილებიანი რეალობაც ჩადებულია უფრო მასშტაბურ სიმულაციაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მეოთხე განზომილებას და ის ამავე დროს ჩადებულია მეხუთე განზომილებიან სიმულაციაში. ანუ ჩვენ ვართ სიმულაციაში, ის სიმულაცია კი არის ისევ სიმულაციაში, ის სიმულაცია კიდევ მის სიმულაციაში და ასე შემდეგ, როგორც მატრიოშკა, სათამაშო მატრიოშკა. ამდაგვარად რა. ზომების გაფართოებით ყოველი სიმულაცია ხდება კიკუჩე. ნახავდება ის არის. და ამ სიტყვას კიკუჩა ქონია ქართულში სამი მნიშვნელობა, რომელიც ნიშნავს პირველი მნიშვნელობა არის დენადი, თუ საუბარი მიდის ფიზიკურ თვისებაზე, ამ შემთხვევაში, როგორც ამ შემთხვევაში, ანუ ყოველი სიმულაცია ხდება დენადი. ხომ გესმით ჩემი? ხო, მე დინება წყალივით, მაგრამ სითხესავით, მაგრამ სითხე არ არის. დენადი. რა კარგია ინტერნეტი ზოგ შემთხვევაში. ხო. აი ეს გვინდა ჩვენ. შემდეგ ჩვენ კი უფრო გაცნობიერებულები ამაში მდებარეობს სილამაზის მთელი ამ სპექტრისა, რეალობების სპექტრისა, სანამ ჩვენ არ მივახცევთ მარადისობის სამეფოს, რომელიც არსებობს მე-12 განზომილებაში. ვიტყვი, რომ ცივილიზაცია მეოთხე ტიპისა მოქმედებს რეალობის ზონეზე, რომელსაც უწოდებენ მე-10, მე-11, მე-12 განზომილებებს. ისინი ფლობენ სამყაროს მთელი სიძლიერით, ამიტომ მათ უწოდებენ სამყაროს საზოგადოების საზოგადოებას. მათი რეალობა განსხვავდება ჩვენი რეალობისაგან, რადგან ისინი იყენებენ, რომელსაც უწოდებენ ნახშირბადოვან ან კრისტალურ დნმ-ს. ისინი იყენებენ ეგრეთ წოდებულ სტრუქტურას პლაზმის მატერიისაგან, რომელიც მათ ეხმარებათ მატერიალიზმისთვის, რაც იძლევა საშუალებას მიიღონ ნებისმიერი ფორმა, რომელსაც მოისურვებენ. ისინი ძალიან განვითარებულები არიან, ამის გარდა მათ შეუძლიათ სამყაროების შეცვლა, ამდაგვარად გონიერი არსებები არიან მეოთხე ტიპის ცივილიზაციიდან და ისინი იგივეა, როგორც პატის ცემენ ღმერთებს. მათ ცემენ პატის როგორც პირველ შექმნელებს, როგორც ღმერთებს. ისინი არიან შექმნელები სამყაროებისა და გამტარებლები. ეს დიდი კონსპექტია, ვრცელი კონსპექტი უბრალოდ და მე მომიწევს ამ კონსპექტის ორად გაყოფა, რადგან ჩემი ტელეფონის მეხსიერება ვერ დაიტევს, ამიტომ მეჩვენია აზრიანად გავყო ორად, ამიტომ მე დღეს თქვენ წარმოგიდგენთ ამ კონსპექტის პირველ ნაწილს, ამ ვიდეოს, დაწერილი ვიდეოს პირველ ნაწილს.
და ეს ქმნის იმას, თუ რატომ იქნება ათობით ახალი სამყაროები. და ეს ხსნის იმას, თუ რატომ იქნება ათობით ახალი სამყაროები. ყოველ დღე ჩდება მოვლენა, ყოველ დღე ხდება მოვლენა, რადგან ამ არსებების ცივილიზაციამ მიაღწიეს იმ დონის განვითარებას, მეოთხე ტიპის, როგორც მეოთხე ტიპის ცივილიზაციის დონე, ისინი არსებობენ სფეროში, რომელიც აძლევს მათ საშუალებას შექმნან თავისი საკუთარი ქმნილებები. ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ვამბობთ გწამს ღმერთის, რომელი ღმერთის გწამთ თქვენ? ყველა ხტება თავისი შექმნილი სამყაროს ღმერთი. ესა უბრალოდ რომ არის ერთი აბსურდი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ღმერთები ბევრია. რადგან ვინც ქმნის, ის უდრის ღმერთს. წამყვანი უსვამს კითხვას. ესე იგი ჩვენ მივეკუთვნებით პირველი ტიპის ცივილიზაციას. მე ვიცი რომ მასეთი მეცნიერები როგორც ნიკოლა ტესლა მუშაობენ ნულოვან ენერგიასთან. და ახლა ჩდება ბევრი ინფორმაცია ჩვენ ექსპერიმენტებზე ამ ენერგიებთან დაკავშირებით. ანტიგრავიტაციული ფრენა, აკარატები და ასე შემდეგ. ჩვენ მივეკუთვნებით ცივილიზაციის პირველ ტიპს, მაგრამ ახლოს არ ვართ, საერთოდ არ ვართ ახლოს მეორე ტიპის ცივილიზაციასთან. პერესი პასუხობს. ატლანტიდის პერიოდიდან ჩვენ დავეშვით მეორე დონიდან. პირველზე ჩვენ ადრე ვითვლებოდით მეორე ტიპის ცივილიზაციად, რადგან ვიყენებდით განვითარებულ კრისტალურ ტექნოლოგიებს და პლანეტების და ვარსკვლავების ენერგიებს. რასაკვირველია, პირამიდებიც იყო. პირამიდები ასრულებდნენ აკუმულატორების როლს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დონეზე 0.9 დონეზე. სხვა სიტყვით, ჩვენი ცნობიერების დონის დაცემის შემდეგ ჩვენ ყველაფერი დავიწყეთ ნულიდან. ჩვენ ნულოვანი ტიპის ცივილიზაცია გავხდით. შემდეგ ევოლუცია განვიცადეთ სხვადასხვა ეპოქებში, პალეოლიტიდან მეზოლიტის ჩათვლით, ნეოლიტის ჩათვლით. ახლა ეს 0.9 დონეზე ვართ, 0.9 დონეზე ვყოფილვართ. არ ვიცი ეს რას ნიშნავს. ჩვენ ვემზადებით გადასვლისთვის აის დონეზე, მაგრამ რადგან ჩვენ დავეშვეთ მეორე დონიდან აის დონის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ავიტევით მეორე დონემდე. პირველი ტიპის ცივილიზაციის ჩვეულებრივი პირობები საჭიროებს 20-30-მდე ან 50,000 წელს რომ იაღწიო მეორე ტიპს, ანუ მეორე ტიპს რომ იაღწიო საჭიროა 20-დან 30-მდე ან 50,000-მდე წელი. ჩვენ საუბრობთ განუყოფელ ჯგუფებზე და კოსმოსურ საიდუმლო პროგრამებზე, რომლებიც გამოჩნდა 40-იან და 50-იან წლებში, ასე რომ კერძო სექტორში ტექნოლოგიები და ცოდნები წინ უსწრებს მსოფლიოს რამდენიმე 1000 წელს და ეს 80-იან წლების პარალელურად
არიან ჯგუფები, რომლებიც მიეკუთვნებიან მეორე ტიპის ცივილიზაციას და არის სამყარო დედამიწის ზედაპირზე, რომელიც თანდათანობით გამოდის შუა საუკოვანი ეპოქიდან. კერძო პირებში განიხილებიან შავი ფლოტის მაგალითად წარმომადგენლები, ისინი ვინც ცხოვრობენ კოსმოსში და განავითარეს თავიანთი პროგრამები, ტექნოლოგიები, ისინი მიეკუთვნებიან მეორე ტიპს. მაგრამ ასე თუ ისე დედამიწაზე ახლა გამოდის ხალხი შუა საუკოვანი დროიდან და ამ დაახლოების დახმარებით, რომელმაც უნდა რომელიც უნდა მოხდეს ჩვენ სამყაროში, უცებ გადავალთ ცივილიზაციის დონეზე პირველი ტიპისა. შემდეგ კი, როგორც ჩვენ გავიგეთ, რამდენიმე 5 წლების განმავლობაში მეორე ტიპის ცივილიზაციამდე მივაქვს. პირდაპირ ახლა ჩვენი მზის კარიბჭის დახმარებით მოფრინავენ ხომალდები სხვადასხვა დროის კორიდორებიდან, ანუ დერეფნებიდან, ცივილიზაციები მეორე, მესამე და მეოთხე ტიპის ამოფრინავენ, მაგათ უნდათ წარმოადგინონ, რომ ჩვენ მოვახდენთ, არა, მათ უნდათო დარწმუნდნენო, რომ ჩვენ მოვახდენთ გადასვლასო. უცხოპლანეტელები ან სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არ არიან გამოყოფილი მოსახლეობისაგან. ისინი ვართ ჩვენ სხვადასხვა დროის ხაზებიდან, მომავლის კოორდინატიდან, როგორც კი ჩვენ ვიწევით მაღლა, თავისთავად ხვდებით მომავალში. როდესაც ჩვენ გადავდივართ მეხუთე განზომილებაში, ჩვენ ხვდებით ჩვენი ვერსია მომავლიდან, მაგალითად პლეადინელები 7 დების რაიონიდან, კი იცით, რომ პლეადებზე არის 7 პლანეტა წერტილი, რომელიც წარმოადგენს ერთ სისტემას და არიანო ადამიანები მეხუთე განზომილებიდან, რომლებიც მიეკუთვნებიანო მეორე ტიპის ცივილიზაციას. სირისიულანელები არიან მე-6 განზომილებიდან, არტურიანელები არიან მე-7 განზომილებიდან, ანდრომედიანელები არიან მე-8 განზომილებიდან, ლირიანელები კი არიან მე-10 განზომილებიდან, მე-11 განზომილებიდან, მე-12 განზომილებიდან. აი როგორ არის კოსმოსში ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც უბრუნდებიან საწყის წერტილს წარსულში და ახლა ჩვენ ვიმყოფებით იქ. ესე იგი, ყველაფერი რაც აქ ხდება, ახლა ჩემო მეგობრებო, წამყვას მიმართავს, მოქმედებს მათ რეალობაზე. იქ და ეს ხსნის იმას თუ რატომ არიან ისინი ახლა ყველა აქ, მათ უნდათ დარწმუნდნენ, რომ ჩვენ წარმატებით დაბრუნდებით მომავალში. კარგით, მოდით აქ შევჩერდები მე. მადლობთ ყურადღებისთვის.